მოკლედ დღეს GA-ში განსაკუთრებული სტუმარი ყავს, მსოფლიო ჩემპიონი, ქვეყნის სიყვარული, ქვეყნის სიამაყე, წარმატების, შრომის, ჯაფის, რა ვიცი, ყველანაირი ღირსების და ადამიანობის, ასე ვთქვათ, მეტრი, მერაბ დვალიშვილი. გზა, რომელიც GA-მ და მერაბმა ერთად გაიარეს, ეს ინტერვიუ სწორედ ამ ყველაფერს მიეძღვნება. GA არის კომპანია, რომელმაც ერთ-ერთი პირველი ირწმუნა შენი ჩემო მერაბ, შენი გამარჯვების, შენი თავდადების, შენი ვაჟკაცობის და აი ამ კამრამდე ბოლომდე ერთად და ძალიან დიდი სიამაყით ყოველთვის კომპანია GA Logistics იდგა შენს გვერდით, რომ გაიხსენო ის მომენტი, რომ აი პარკინგზე რომ შეხვდი გიორგის, შეხვდი ავიკას, ამ GA-ის დამფუძნებლებს, მეგობრებს და როგორი იყო იმ წამიდან, აი ჩემპიონობის გზამდე, რაღაცა პატარა მონაკვეთი რომ გავიხსენოთ. მანამ აქ მოვიდოდი, ეს ტურნირი მქონდა, ეს ჯიუ-ჯიტსუში, გრაპლინგში მქონდა ტურნირი. ახლა ფილადელფიაში იყო და იქ ავიცანი გიორგი და ავიკაც. და მე აი შემდეგ ოფისში მოვედი. პირველი ემოცია რა თქმა უნდა ის იყო, რომ ანუ ამხელა სადგომი, ამხელა თავისი სახელოსნო ქართული კომპანიის წარმატება. პარკინგი ხო, ამხელა რაღაც ამერიკაში ამხელა დიდი ტერიტორია, მე ყველა ქართველი, ძირითადად, უმეტესობა ქართველი და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ემიგრანტების წარმატება ეს ყველაფერი. ესეთი სპორტსმენისთვის თუ ტალანტი ადამიანებისთვის, ხარდაჭერა, სპონსორი ან ერთ-ერთი პარტნიორობა ბერსნიშნავს და მოკლედ ეს მარკეტიდან დაიწყო ჩვენი საქმიანი ურთიერთობა, რაც მეგობრობაში გადაიზარდა და ქართულ საქმეს ვაკეთებთ ორივე და ესე ერთმანეთს უკეთებთ ხარდაჭერას. კი, ნამდვილად ეს არაერთხელ აღინიშნება შენს ვარჯიშებში, შენს ყველა იმ ვიდეოში ჩანს და ფიგურირებს GA Logistics ლოგო, რომელიც მეც რა თქმა უნდა მახარებს, იმიტომ რომ მეც მეგობრული კავშირი მაკავშირებს ამ ადამიანებთან და ამ კომპანიასთან და არაერთი კარგი საქმის წამოწყების ინიციატორები არიან ყოველთვის. წავიდეთ იმ UFC-ს გზაზე. ეს არ იყო მარტივი გასეირნება, ეს არ იყო რაღაც იავარდით მოფენილი გზა, ეს იყო უამრავი სირთულე, უამრავი ვარჯიში, თავდადება, შენ იცის თელმა ერმა შენი შრომის შესახებ, ემიგრანტის გზა. აი აქ სად არის ზღვარი, სად არის აქ შუალედი იმ ღირსების, იმ დიდების, რომელსაც დღემდე ესე მნიშვნელოვნად ინარჩუნებ. დაახლოებით 12 წლის წინ ჩამოვედი ემიგრაციაში და რა თქმა უნდა, ემიგრაციაში ჩამოვდივართ ყველა იმ ბიზნესთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მოვუტანოთ ჩვენს ოჯახს და ჩვენ ქვეყანას წარმატება და რავი, მე საშუალოდ ჩამოვედი აქ და რა თქმა უნდა, შემოვდი როგორც ყველა ემიგრანტი და იყო რამოდენიმე იმედგაცრუება, რთული მომენტები, გამომივა თუ არ გამომივა, დავნებდე თუ ვიბრძოლო ბოლომდე და მადლობა ღმერთს, ვიბრძოლე ბოლომდე და რავი, ყველაფერი გამოვიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩემპიონი ვარ, კამარი მაქვს, მაინც იგივე შემართებით ვარ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ან ჩემი ქვეყნის სახე ვარ და ჩემი ნებისმიერი საქციელად მოქმედება აისახება მოკლედ ჩვენს ქართულ სპორტზე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა თაობა მიყურებს, სადაც არ მიდიოთ, თუნდაც საქართველოში აქ თუ არ აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ეხლა მე პირველ რიგში ქართველი ვარ და მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩავედი და აი ყველა პატარა ბავშვები მცხოვრდნენ და ესეთი როგორი ემოცია იყო ეს აი ვიდეო კადრებით? ხო, აი სასწაული, აი ვიდექი ავტობუსის თავზე და უყურებ ამ ბავშვებს ხალხს, რომელიც ესეთი აი ციმციმა თვალებით მიყურებენ და მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი მერაბზე არაფერი განსაკუთრებული რა, და ამდენი ადამიანი მოვიდა ჩემთვის და დგას და ესე მიყურებს და ყველა შენ და შეხება უნდა, სურათი უნდა, მოლოცვა უნდა და სასწაული ემოცია იყო რა თქმა უნდა და ვერ აღწევ და მადლიერი ვარ ღმერთის და მადლობელი ვარ ყველა ქართველი ადამიანის, რადგან რა თქმა უნდა ძალიან დიდ ემოციას, ძალიან დიდ мотивაციას გზნობს ყოველთვის. აი, კამრის მერე, შენი ჩემპიონის გზა, როგორ გრძელდება? ყველგან მეპატიჟებიან, იქნება ბრაზილია, ავსტრალია, რაღაცა, ხო, ყველგან რაღაც კარგი შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ მე ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ისევ ფოკუსირებული ვიყო სპორტზე, ვარჯიშზე, შრომაზე, ამიტომ თუ დისციპლინა, რა თქმა უნდა, დისციპლინა მთავარი და ვცდილობ, რომ აი ხა თუნდაც მაგალითად აქ ცოტა დავაგვიანე, იმიტომ რომ
ფიტნეს დარბაზში ვიყავი და ვცდილობდი რომ ანუ ეს ვიცით ყველა შენი სადაც მიფრინავს მერაბი ეძებს დარბაზს პირველ რიგში არ ეძებს წყალს საკვებს ეძებს დარბაზს პირველ რიგში ხო რა ანუ მაინც ხო ის мотиваცია დიდი მაქვს რა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს რა რა არის მერაბ დუალიშვილის წარმატების ფორმულა გარდა შრომისა პატიოსნებისა თავდადებისა ბრძოლისა დისციპლინა ხო რა მე ყველაფერი ჩამოთვალე შენი გზა რა ესეთი ხარ ესეთია მე ანუ ხო მიღწეულზე არ ჩერდები და აი მიზეზებს არ ვეძებ რა აი იცი რა დღეს ცივა იქ ფეხზე ტრავმა მაქვს დაუშვათ არ რაღაცა და ფეხზე რო ტრავმა მაქვს ვცდილობ რომ ზემოთ ვივარჯიშო სხვა რაღაც გავაძლიერო დაუშვათ რა სოფლიო ასპარეზზე გამოჩდი ძალიან ღირსეულად, დიდებულად და ხარ მსოფლიოს ჩემპიონი რა, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი. როგორ ინარჩუნებს მერაბ დვალიშვილი აი ამ თავდაბლობას, აი ამ უშუალობას ადამიანებთან, გულშემატკივართან და როგორია ზოგადად მერაბის ურთიერთობა გულშემატკივართან? რა ვიცი, ჩემში არაფერი არ შეცვლილა, მე ისევ იგივე ვარ და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს სტატუსს, ჩვენს პოპულარობას, ჩვენს ჩემპიონობას ან თანხის რაოდენობა ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, ეს არ უნდა დავკარგოთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს რა და ეგ არის ჩვენი ძალა. ნახევარი საათით რო ნახეა ბატონი ამირანი ხვალ გისაყვებინა. ეს მინდა კითხო მშობლებთან. როგორია მშობლების როლი, მაგალითად მეგობრების როლი შენს წარმატებაში, რა ადგილი უკავია ამ ყველაფერს? აი ჩემი მშობლები და ჩემი ოჯახის წევრები შეჩვეულები არიან იმას, რომ ანუ ხო რა, ნაკლები დრო მაქვს მათთვის და წინ უფრო დიდი მისია და მიზანი გვაქვს. აი ეს ემოცია გავიხსენოთ, მოდი ეს ხოლმე იქით იყოს, აი ამ ქამრის შემორტყმის და შენი ყოვლად შეურაცხადი სახე ჩემპიონობის მე ვიყავი დარბაზში, მქონდა ამის ბედნიერება, მერაბ და საოცარი ემოცია იყო. თავარი მიზანი რა თქმა უნდა UFC-ს ქამარი იყო, იმდენად წარმოუდგენელი იყო. UFC-ს ქამარზე ბრძოლა და მე მაგის მოგება, უბრალოდ არც კი ოცნებოდა, სურათაც კი არ ვიღებდი ხოლმე ქამართან რა, იმიტომ რომ რავი, მაინც გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ იმედია ერთხელ მაინც მოვახერხებ ამ ყველაფრის გაკეთებას. იცით რომ მოდენიმე წელიწადს დავიმსახურე ქამარზე ბრძოლა, მაგრამ იმის გამო რომ მე ვარ და ანუ დაუშვათ მეგობარს არ ვებრძოლე და არ დაუშვათ ხო, ნუ არ გავცვალეთ ჩემი მეგობრობა ფულში ან ქამარში ან ესე შემდეგ. UFC-ს პრეზიდენტთან, ფედერაციასთან ამის გამო ცოტა ქონდა. ხო, ცოტა ისეთი ურთიერთობა არ ქონდა რა, ანუ როგორც წესით ხო ხტები რა და ანუ ამიტომ ცოტა გაიწელა ჩემი ქამარზე ბრძოლა, ამიტომ მომცეს ისეთი ბრძოლები, რომელშიც წესით არ ქონდა შანსი, ანუ რთული ბრძოლები მომცეს, მაგრამ მაინც ღმერთის წყალობით გადავლახე იზოლა. და ნუ მოკლედ როგორც იქნა დამენიშნა ბრძოლა, უკვე იცით რომ სხვა გზა არ ქონდათ, რომ უნდა მოეცათ ქამარზე ბრძოლა რა. და ნუ მირეკავს ვინც არის მენეჯერი. და მეუბნება რომ გილოცავ მერაბ, всё, რაც გინდოდა და რაც დაიმსახურე გაქვს, სფეროში main event-ი, ომალი და ქამარზე რა თქმა უნდა. დიდი ხნის გამოწვევა, რომელსაც 2018 წლიდან იწევდი, ხო? კი. შეიძლება ნებისმიერთან დამარცხდე, მაგრამ მე მინდოდა გავამეწვია ყველაზე ცნობილი, ყველაზე საშიში, ყველაზე ვიცი ნოკაუტს აკეთეს და ესეთი ტიპი მინდოდა და მაგიტო გამოვიძახე 2018 წელს. მოკლედ ეს სიტყვით დაინიშნა ბრძოლა ძალიან მშვიდად, წყნარად. ხედავდით ჩემს ემოციას, ხან ვიცინოდი, ხან კოცნიდი, ხან ჩხუბობდი და მოკლედ მოვიგე ბრძოლა და ძალიან ისევა, რომ აი ხო მოგიგე რა, ანუ ესე პონჩი, ნუ რა პრობლემა იყო რა, ესა და დამოვიწყდა რომ ქამარზე იყო ბრძოლა რა. და დამოუცებ ნუ ხელი ამიწეს, რაღაც ქულები გამოაცხადეს, ამდენი მოიგო და რაღაცა კიდევ ერთხელ მოვიგე რა. ხო რა, ესე პონჩი და დამოვიდი ქამარს და ვა და ეს შემია და ეს მართლა ნუ ხო ხტე უკვე უცებ გავანალიზე რა წამებში რომ ჩემია რა და ნახდათ მოვიპოვე და აი მაგ მომენტში ნუ რა თქმა უნდა ემოციები ვერ შევიკავე რა და ეგ იყო. მე რა ჩაოლებრივად რა ხა კიდევ ვიძახი მეტი პასუხისგებლობაა და მეტი мотиваცია ჩემთვის. GA იყო პირველი კომპანია, რომელიც აი გზა, რომელიც ინტერვიუს თავში დავიწყეთ საუბარი, რომ დღემდე ამ გზას ესე ღირსეულად მიყვები და ძალიან მახარებს მე ეს ამბავი. What the hell is going on over here?
What's the problem, officer? I'm just working here. What kind of work? I'm just getting ready to be champion. Become a champion with GA. სლოგანიც ეგ არის კომპანიის, რომ become a champion stronger together. ზუსტად შენი გზა იმის, აი ამ ყველაფრის ერთობის, რომ ამ გუნდურობას, ამ ერთად დგომას, ამ თანაპარტნიორობას ძალიან დიდი ძალა აქვს. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემპიონი რომ გამონახეთ, რომ და მოხვედი კომპანია GA-ში, ესტუმრე შენ გუნდს, შენ მეგობრებს, შენი გულით საყვარელ ადამიანებს და ეს შენი შემართება და ეს გულწრფელობა და ეს შენი ვაჟკაცური სული, ბრძოლის უნარიანი სული, რაც ამ კომპანიასაც, GA-ის კომპანიას გააჩნია მთელი ცხოვრების მანძილზე, იცი რომ დიდი ხანია ოპონირებს ამერიკულ ბაზარზე და ნამდვილად ჩემთვის საამაყო რომ ესეთი ძლიერი კომპანიაა და არ ჩერდება და ვითარდება ყოველთვის ისევე როგორც შენი გზა ჩემპიონობამდე და ალბათ რაღაცა იქნება ამ სფეროშიც რამე კამარი რომ კომპანიას გადაეცეს ნამდვილად ღირსეული გზა ყველანაირად რაც გაიარეთ. მადლობა კიდევ ერთხელ შენ რომ ხარ გადიხარ ამ გზას, ხარ მოტივატორი ბევრი ადამიანის, ბევრი ქართველის და მადლობა კომპანია GA-ის რომ მოგცა იმის საშუალება კიდევ ერთხელ მეც ჩვენს გულშემატკივრებს ადამიანებს რომ შენთან შეხვედრა მომხდარი იყო, სიყვარული, ერთობა და მეგობრობა ყოველთვის. მადლობა ვახოდედი, მადლობა ამ ინტერვიუსთვის მამა და იცი რომ დიდი პატივისცემ და ასევე შენს გისურვებ წარმატებას ემიგრაციაში. ყველაფერი აღსრულებოდეს როგორც შენ გულს გაიხარდება. ჩემპიონის დონეზე, მალ.